საღამოშვიდობის მეგობრებო, მოკლედ თემა თითქმის უცვლელი იქნება, თემა შეეხება დღევანდელი ჩვენი ლაივის ირანში მიმდინარე მოვლენებს და თავისთავად იმ გრენლანდიის დიდ დემოკრატიულ ნაბიჯებს, რომელიც დემოკრატიულ ნაბიჯებსაც მალე დგამს ესა და გადადგამს სრულად შეერთებული შტატები, ამიტომ ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ აი ამ საკითხით ვიქნები დაკავებული და სანამდე აი ამ საკითხებზე საერთოდ გადავალ, იცი, ხანდახან მე თვითონაც კარგად ვიცი თუ რამდენი ჩლუნგი და დებილი არის სამწუხაროდ ჩვენ ერში. აი რამდენი აი ზომბირებული ბიონაგავი, რომელსაც ასვი აჭამე და ასმენია ტელევიზორი და ალაპარაკე აზრი არა აქვს ამ ყველაფერს ახლა. ესენი მაინც ვერ გაიგებენ და სამწუხაროდ დიდი ნაწილი არის და ამ ხალხს უკვე აღარაფერი აღარ ეშველება, მთელი ტრაგედია ის არის, რომ ესენი უკვე ასე მოკვდებიან, ზრდასრული ადამიანი, რომ ასეთი ბიდლაა და ახალგაზრდა ასაკში ადამიანი, რომელსაც კრიტიკული აზროვნება არ გააჩნია და ადამიანს, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ეროვნებების მიხედვით მიაჩნია და ასე შემდეგ, იმას არაფერი არ ეშველება და აი შესავალი მინდა გავუკეთო უბრალოდ აი ამ ხალხს, იმიტომ რომ პოსტი, რომელიც დავწერე, რომელიც ეხებოდა ირანში მიმდინარე მოვლენებს, საკმაოდ გავრცელებადი გახდა, რომელიც ეხებოდა სადღაც 114 პოლიციელის დაკრძალვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ინფორმაციას ჯერ ისედაც არეულ-დარეული მოდის და ეხლა განსაკუთრებით, როდესაც ირანში ინტერნეტი თითქმის გათიშული არის და აქ-იქ თუ ვრცელდება ინფორმაციები, ამიტომ ვისაც გაინტერესებთ, შემოგზავნით ტელეგრამის არხზე და ნახეთ ის ერთეული დაფილტრული ინფორმაციები, რომელიც მოდის და ვრცელდება და დანარჩენი ყველაფერი ეს ხალხი დამოკიდებული არის რა სიტყვის ეტევე პირველი, რა სიტყვის იმედი, რა სიტყვის ფორმულა, რა სიტყვიან ეგრეთ წოდებული ექსპერტები და ეს ბაბლი ეს ქართული პროგრესული საზოგადოების და ამას აყოლილი თხადაგიგო რო არ წაუკითხია ხალხს ავსტრიას და ავსტრალიას რო ვერ ანსხვავებენ ძილს და ხილს შილს და წილს რო ვერ ანსხვავებენ დაგიწყებენ გეოპოლიტიკაზე ლაპარაკს და იქ თუ რა ხდება ამათმა უკვე იციან ზეპირად და უბრალოდ ერთ დასმულ ლოგიკურ კითხვაზე თუ რომელი ქვეყანა აპატიებდა მიტინგების დროს დაღუპულია 17 პოლიციელის სისხლს, გცემენ პასუხს, რომ შენ თურმე აიათოლას ისა ხარ, რა ქვია, გამპრავებელი შენ რუსეთუმე ხარ, შენ მონახარ და ესე შემდეგ და აი ამ ხალხს მინდა მივმართო აქედანვე, საკმაოდ ბლომად არიან ბოლო დროს შემოსულები და მინდა აი კომენტარებში ხა ყველაზე პასუხის თავი არ გამაჩნია, მაგრამ ვინც იქ დარბიხართ კიდე ირანის საელჩოსთან და მიტინგებს და ამათ რომ მართავთ. ჯერ ერთი მინდა გითხრათ, რომ თუ ამნაირი გულშემატკივარი ხალხი ხართ და თუ ასე გულდამდუღრული ადამიანები ხართ, ირანი არაა სადღაც შორს, აგერა სადახლოდან სომხეთს გადაივლი, ერთი აგარაკი არის ბოლო ისა გაჩერება და შეგიძლიათ გადაბრძანდეთ ირანში და შეგიძლიათ წაეთესლოთ იქ თეირანში და ფეხით რო ჩახვიდეთ, მაინც მოახერხებთ ჩასვლას და შეუერთდეთ იმ ეგრეთ წოდებულ თქვენი აზრით, ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან პროტესტს, რომელიც ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი პროტესტიც მიმდინარეობს ირანში და შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, თუ ასე გაქვთ გული და დათოთ გული და თუ ასე გაქვთ გული დამწვარი და თუ ასე გული გეწვით, თქვენ ამ ადამიანებზე, რომელი ადამიანებიც იქ თურმე იღუპებიან, იქ თურმე კლავენ, იქ თურმე აწამებენ და თუ რამის ტრაკი გაგაჩნია, წაეთესლეთ იქ ახლა თქვენ თბილისში ისა რა ქვია ტაშმანდურობა არაფერს არ შეცვლის და ერთი ესეთი ინფორმაცია გავრცელდა ალბათ განსაკუთრებით ქართველი მდედრების გულის მპყრობელი ბოლო დროს ვიღაცა ეს გამოჩენილი რა ქვია ვიღაცას სპარსი ატრიალებს სადა ქვეყანა ვაიმე სიკვდილით არ დასაჯონ სიცოცხლის უფლება მთელი ეს დაყლებული ბაბლი ატრიალებდა ამ ხლის მანძილზე ამ ყველაფერს არც იციან უბრალოდ ელემენტარული მოდებაში არ არიან იმისი თუ იქ რა ხდება რომ დაჭერილ ადამიანს ორ დღეში და სამ დღეში არავინ არ ასამართლებს და არავინ არ კიდებს
და აი გამოაჩინეს ახლა თურმე ჯერ გარკვეული არაა და არავინ არ აპირებს სიკვდილით დასჯას, იმიტომ რომ ბრალი არაა დამტკიცებული და არაა წაყენებული სასამართლო და აი ტრამპს გაუმარჯოს. ღმერთმა თურმე შეაშინეს ირანელები და თურმე არ ხდება დასჯა. და დაწყნარდით ქართველო მდედრებო ორგაზმი რო გეწყებოდათ ამის დანახვაზე და თავისუფლების და სიცოცხლისთვის რო იბრძოდით თქვენი დებილი დედა შევეცი ბიჭო, რაც საქართველოში სიცოცხლე ჩამქრალა და რაც საქართველოში სიცოცხლე ქრება ახალგაზრდების ერთი ელემენტარული თქვენგან თანაგრძნობა არავის არ გამოუხატია. და ერთი ხმა არ მოუღია რომ ყოველწლიურად 800 ჩვილი იღუპება კაცო. მსგავსი რაღაცები არაფერი, აი იქ ტელევიზორში მოდაშია ვიღაცამ დადო Facebook-ზე და წარმოაჩინა და მოკლედ დამშვიდით ისა რა ქვია ქართველო მდედრებო განსაკუთრებით არავინ ცოცხალი არის თქვენი გმირი და არავინ ჯერჯერობით სანამ არ გაასამართლებენ არავინ ჩამოხრჩობას არ უპირებს ირანი არ არის ის რა ქვია რაღაცა ის მაჩუ-პიქჩუს და პაპუასების ტომები სამართლებრივი სახელმწიფოა და მიუყენებენ იმ კანონებს რა კანონებიც არის იქ და მოთხოვენ პასუხს ვისაც მოსწონს ასეთია თუ ისეთია ისეთი რეჟიმია როგორიც არის იქ ადგილზე მაგრამ მე რა მინდა იცით რომ გკითხოთ აი მე მინდა კითხვა აი ამ ბოდიში და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით აი ამ დაყლეებულ ადამიანებს რა რომლებიც გამოვლიან და დაიწყებენ იმაზე ლაპარაკს რომ აი თურმე მსხვერპლია ადამიანი იღუპებიან ხალხი იხოცება და აბა როგორ ერთი ბიჭო ინფორმაციის ისეთი ვაკუუმი არის ირანში რაც რეალურად თვითონ არ იციან ადგილზე რამდენი არის დაღუპული და რამდენი არის ცოცხალი დარჩენილი ამ შეტაკებების ამბებიდან გამომდინარე. მერე და მეორე მართლა რა მაინტერესებს, იცი? როდის მე შეგიყვარდათ ესე ძალიან ირანი და როდის მე დარდობთ ირანელ ადამიანებზე ამას მე საერთოდ ვერ ხვდები ეს როდის მე გახდა თქვენთვის საყვარელი ეს ხალხი მაგრამ ნუ კაი ვთქვათ და დაუშვათ და ადამიანობას ამტკიცებთ ამით რომ თქვენ ადამიანობა გაგაჩნიეთ მაშინ მე მინდა ერთი ლოგიკური კითხვა დაგისვათ აი თქვენ მინდა ყველას ვინც ვენებს იჭრით და ნიფხავს იგლიჯავთ ამ დემონსტრატები თურმე დახოცილია და ამდენი მე გეტყვით აგერ პირდაპირ ეს არაა ვიღაცის ჭორი ვიღაცის ინფორმაცია გავრცელებული თქვენ შეგიძლიათ შებრძანდეთ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გაეროს ორგანიზაციის საიტზე შავით თეთრზე გასაგებად რაოდენობა არის დაწერილი რომ ისრაელმა პალესტინაში მოკლა 66,785 ადამიანი. ნუ შვიდობიანი, რომელსაც იარაღი არ ეკავა ხელში. არ ეკავა ხელში იარაღი. და ამათგან 18,430 იყო თოთო ბავშვი. რომელსაც ტერორიზმს ვერ დააბრალებ რომც გინდოდეს. იმიტომ რომ თოთო ბავშვია, იმას არ იცის რას აკეთებს და თოთო ბავშვი არის 18,430 ბავშვი დაღუპული ღაზაში. კარგი თქვა დანარჩენს დანებეთ თავის მშობლები ტერორისტები იყვნენ ეს იყვნენ და აი გაწყვიტეთ და ყველა ტერორისტი იყო. ახლა გეკითხებით ერთი კითხვა მაქვს დასასმელი თქვენთან. ადამიანის სიცოცხლეს ირანელის იქნება ებრაელის იქნება ქართველის იქნება ადამიანის ბავშვია ხო ირანელის ებრაელის იმის რა ქვია არაბის ამას მნიშვნელობა გააჩნია ამას მე მინდა ელემენტარული ნორმალური ადამიანებს მინდა ვკითხო იმიტომ რომ ნორმალური ადამიანების აზრით ამას არ გააჩნია არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ეროვნების არის, რა კანისფერის არის ბავშვია და უცოდველია და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ გაკითხებით, თქვენი დედა შევეცი, ვითომ რო კითხოთ ხალხმა და სიცოცხლეზე რო დარდობთ და ირანის საელჩოსთან რო ხართ მიყვი. ბიჭო, 18,430 ბავშვი მოკლეს ებრაელებმა იმაში, რა ქვია, ღაზაში. ბავშვი. და ეს არ არის ვიღაცის ინფორმაცია. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური რიცხვები, შებრძანდით ნახეთ, ეს არის Amnesty International-ის და ეს არის სხვა დიდი თვითონ დასავლური ორგანიზაციების მიერ და საერთაშორისო ორგანიზაციების დათვლილი ადამიანების რიცხვი.
თითოეული ადამიანი თითოეული პერსონალური ბედია და თითოეული სიცოცხლე. სად თქვენ დედის ტყნაში იყავით? ეს ამ ხალხს მინდათ ახლა კითხოთ. თქვენი აფირისტი დედას შევეცი მართლა. აი, სად იყავით თქვენ დედა მოტყნულებო? ერთხელ მაინც ბიჭო ზრდილობისთვის ხმა მოგეღოთ. Facebook-ზე მაინც დაგეწერათ პროტესტი. თუ თქვენი გამომწველავი დედა შევეცი, ისრაელის საელჩოს ვერ მიაგენით იმაში? საქართველოში, აი, მაგ კითხვა მინდა დაგისვათ. ბიჭო, ქართველები არა ხართ? მტრის პატარას გამომარჯო, სანამ ჩვენ ტრობას ისწავლიდესო? აი, მართლა მაინტერესებს. იქ არავინ არ იცის, არანაირი 12,000, 13,000 და რაღაცა 50,000-ზე არ არის ლაპარაკი, არის ასეულობით ადამიანი, კი ბატონო, დაღუპული და ვისი ხელიდანაა დაღუპული და ვინ ვის კლავდა კაციშვილმა არ იცის. იმიტომ რომ კარგადაა, იქ აღმოჩენილი არის, ვისაც გინდა, ჩემ მობრძანეთ და ნახეთ თქვენი თვალებით. იქ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა და ეს დამონებული ქალები რო ხმლებით იყვნენ შეიარაღებული და მეჩეთის გადამწვავები და 1000 დივერსანტები და ისინი რო იყვნენ შესული ვინ 3 წლის ბავშვი რომ მოკლეს უდანაშაულო ისიც ყველაფერი არის იქ გამოიძიებენ იმას და მიხედავენ თავს თუ არ მიხედავენ არც ეგ არ მადარდებს დიდად მაინტერესებს ერთი უბრალოდ რომ იმ ქვეყანაში დაბომბვა და ომი და უბედურება წალეკავს ჩემ ქვეყანას მაგრამ თქვენ გეკითხებით თქვენი გამზდელი მოვტყან მე 18,430 ბავშვის სიცოცხლე ბავშვის სხვაზე არ ამაქვს ლაპარაკი ეს ნორმალურია ხო ეს ნორმალურია და მიტინგების დროს როდესაც დივერსანტებით კბილებამდე შეიარაღებული მოლოტოვის კოქტეილებით კოლექტიური ლაზარიკო გრიგორიადისები და ესენი რო იყვნენ შეკრებილი და ზოგი მეჩეთს წვავდა, ზოგი პოლიციის განყოფილებას წვავდა, ზოგი ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, ზოგი მაღაზიებს, ზოგი ხალხს ხოცავდა ქუჩაში, ის თუ იქ თუ ვიღაცა დაიღუპა, ეს არის კატასტროფა. მაინტერესებს. უდანაშაულო ხალხი იღუპება. ისე თქვენი გამომწველავი დედა შევეცბიო, თქვენ ირანელის კი გეწოდებოდეთ კი არა, ქართველი არ გეწოდებოდეთ, თქვენიანი არ გიყვართ. გეზიზღება ჭირის დღესავით რაც უბრალოდ ჩემს მიმართ ზიზღს ანთხევთ და არწყევთ, იქ უბრალოდ მარტო ესკმარა თუ როგორი ჰუმანისტები ხართ, თქვენი გამომწველავი დედა შევეთ, ნახირი ხართ, ბიდლა. საქართველოს მოსახლეობის, ახლა არ ვიცი ზუსტად პროცენტებში, რა, ძალიან დიდი ნაწილი არის, აი ჩვეულებრივი ბიდლა. აი რო აიღო Facebook-ი და იმსჯელო ამ ადამიანების სტატუსებიდან, აზროვნებიდან, საქციელიდან, მოქმედებიდან, ურთიერთდამოკიდებულებიდან. ცარიელი თავი. ნული. აი გასაგებია, შეიძლება ადამიანს არ კონდეს ნაკითხი, განათლება, მოვლენებს ვერ აფასებ. ადამიანობაც არა გაქვთ. ზიზღი, სიძულვილი და ფურთხება ხო ძალიან კარგად იცით. ხო და მაგას ვამბობ, ჩემო ძმაო, ამათ ქართველი არ ეცოდება და ახლა შეუყვარდათ ირანელი და ახლა დარდობენ ირანელისთვის. და ახლა გააჩნიათ თურმე სიცოცხლის გადარჩენა უნდათ. ტრაქში უძრებიან ებრაელებს. რაშია საქმე იცით? აგერ ახლა ამერიკაშიც ხდება მაგნაირი ამბავი. აგერ აქციაზე ტყილა უბრალოდ უიარაღო ქალი მოკლეს ამერიკელმა სამართალდამცავებმა. რატო არ გამართეთ ამერიკის საელჩოსთან აქცია თქვენი გამომწველავი დედა შევეცი? უიარაღო ქალი მოკლეს და რა ხდება იქ იმ შტატში გადახედეთ. რატო არავის არ გახსენიებთ ის რომ როდესაც ამერიკელები შვიდობიანი ხალხი უიარაღოთ უტევდნენ კაპიტოლიუმის შენობას. ელემენტარულად ხო? და დახოცეს ეს ხალხი იქ ხო? უიარაღო ხალხი დახოცეს, ვინმე პასუხი მოთხოვა, ვინმე გამოიძია ეს ამბავი? ბიჭო, ახლა ჩემ გვერდზე დავდები და ვისაც აინტერესებს შეუძლია ნახოს და საერთოდ როდესაც მიდგება რაღაცეებზე, ესე პოლიტიკურ და გლობალურ საქმეებზე, ესე უნდა დაუკვირდე რა მორალის ადამიანებთან და რა მორალის ქვეყანასთან აქვს საქმე. ერაყის ბლოკირების დროს, როდესაც სანქციები დაუწესეს, თავისივე დათვლებით, ამერიკელების დათვლით, დაიღუპა 9 მილიონი ბავშვი. 9 მილიონი ბავშვი დაიღუპა ერაყში. მადლენ ოლბრაიტი ნაძირალა ვირთხა ებრაელი წარმოშობით ნაძირალა იუგოსლავიიდან უსაზიზღრესი ცხოველი ეკითხება ჟურნალისტი და უსვამს ელემენტარულ კითხვას
თქვენ რაც გააკეთეთო, აი თქვენ რაც შეიდინეთო, ეს არისო დათვლილიო და 9 მილიონიო თოთო ბავშვიო შეეწირაო თქვენს ამ ყველაფერსო ერათან მიმართებაშიო და შეიძლებაო თქვათო რომ რა გამართლებას უპოვნითო ამ ყველაფერსო. ამდენი ბავშვიო ჰიროსიმას და ნაგასაკის დაბომბვის დროსო იაპონიაში არ დაღუპულაო. აი თქვენი გატარებულიო პოლიტიკითა თქვენი ნამოქმედარითო 500,000 ბავშვი დაიღუპაო. მართალიაო ესო მძიმე არჩევანი იყო, მაგრამო ეს ამად ღირდაო. ეს ამად ღირდაო, უპრობლემოდ კაცო რა მოხდა მე. ხო და თქვენი ბიჭო, თქვენი უნამუსო დედა შევეცი ბიჭო. გამოდიხართ ამ ქვეყნის გატარებული პოლიტიკით. თუ ვინმე კვდება, თუ ვინმე სული ძრება, თუ ბავშვი იღუპება, დიდი იღუპება, ის ბავშვი არა, ის დიდი არა, ის მოსაკლავია სული უნდა გაძრეს. მაგრამ თუ ვინმე სხვა რომელიმე ქვეყანაში აქცია მოხდა და აქციაზე ვიღაცა დაიღუპა და რეჟიმი რომელიც ამ ქვეყნისთვისაა მიუღებელი, თქვენ გახდებით იმ პირველისა. აი ამდენი ბიდლა ხართ, აი მე მწხვენია რომ ამდენი დედამოწყნული, გაუნათლებელი და დედამოწყნული ყავს ჩემი ერს თქვენი სახით. თქვენ ხართ უსინდისო დედამოწყნულები. და აი რა მადლია, იცით? აი რა მადლია. ამდენი ბიდლისთვის და ამდენი დედამოწყნისთვის ერთი ომი გვინდა და ომში რა ჩემ ფეხებად გინდათ ამნაირი მშვიდობა. რათ გინდათ ამნაირი მშვიდობა თუ აქეთ ქოცი დედამოწყნული აღიზარდა მაგ ქვეყანაში და აქეთ ესენი აღიზარდნენ. აი მე კითხვას ვსვამ, რათ გინდათ ხალხო, ვისთან ერთად უნდა იცხოვროთ მაგ ქვეყანაში. ამათი ქართველების და ქართველობისგან ადამიანობის არაფერი არ წია ამ დედამოწყნული მშვიდობას. და ახლა ამ ხალხს უნდა ელაპარაკო შენ გეოპოლიტიკაზე, ამ ხალხს უნდა ელაპარაკო ისტორიაზე, ქართველობაზე, სინდისზე, ნამუსზე, ღირსებაზე, თავმოყარეობაზე, წინაპრების რამეზე, ფული მიეცი და საკუთარ დედასთან დაწვევია. კაცები და ქალები საკუთარ მამასთან და შვილებთან. რას დაგამგვანათ, ბიჭო, რას დაგამგვანათ და რას დაემგვანეთ რა? მე მეიმყუნებენ იგინები, ოპა რანაირ ენაზე უნდა ელაპარაკო ახლა ცხოველებს, მართლა ცხოველებს რა. ერთადერთი ამ ბაბლისთვის, ამ დაავადებული ხალხისთვის, ერთადერთი მტერი არის პუტინი და მეორე მტერი ახლა არის აიათოლა. აქამდე არ ახსოვდათ აიათოლა, ახლა გაიგეს რომ აიათოლა ყოფილა ესა რა ქვია, ამათვის. დანარჩენი ნეთანიახუმ თავზე რომ დააჯვას უკაცრავად, ტრამპაზე დააშარდოს. ის კარგია, ის დემოკრატიულია. აგერ ამუაფარეს და წვირპირში აარტყეს სტრატეგიული პარტნიორი კი რა ვიჯერტი რასაძლევდნენ ვიზას და საერთოდ ვიზას არ მოხდა. მადლობა ღმერთმა დაალოცი ამერიკა და ესე მოსაწვევი გამოგვიგზავნა, მოლოცვა გამოგვიგზავნა ტრამპმა. აი ესეთი ფლიდი ხალხი. და ეს პირწავარდნილები იმას აფრიალებენ რომ აი გემი მოდის დაბომბავენ ირანს, დროზე ქვაქვაზე არ დატოვონ და მის ქვეყანას რა მოვა ეს არა ის ხო არ აინტერესებთ იქ იმ დემოკრატიულ ბომბებს რა მოყვება. მაგრამ მის ქვეყანას რა მოუვა, ამის მე საერთოდ არ აინტერესებს. იცით რა რაღაც დროთა განმავლობაში მე ძალიან კარგად ვიცი რა მდგომარეობაში არის ჩვენი საზოგადოება, მაგრამ უფრო და უფრო რო იზრდება ეს ბაბლი და უფრო და უფრო მეტი ავადყოფი ხდება და უფრო და უფრო მეტი აგრესიული რო ხდება, აი ესაა საშიში. ესაა საშიში, იმიტომ რომ თქვენ ამ ეს რო იყოს რომელიმე სხვა ქვეყნის საზოგადოება, ხო, კაი ჯანდაბასი ფიქრები და არჩევალი იმ ქვეყანაში და ამ ხალხთან არ მექნება ურთიერთობა, მაგრამ ეს როდესაც იცი შენი ქვეყნის საზოგადოებაა და ხვალ და ზეგ და მაზეგ და ასე შემდეგ, ამ ხალხთან ერთად უნდა იცხოვრო, რაღაცა კონტაქტი კონდეს, უნდა იარსებო. ეს არის გულის გამხედი. იმიტომ ეს ხალხი ჩვეულებრივად კანიბალიზმი რო დაუშვან, ჩვეულებრივად შეგჭამენ. ნუ გასაგებია შენ შემოგევლი კი ბატონო ტვინი აურია მასას თავიდან ბოლომდე ახლა ივანიშვილი ურია ივანიშვილიდან რას უნდა ელოდებოდეთ უკეთეს რას უნდა ელოდებოდეთ ახლა ურია ივანიშვილიდან ივანაშვილიდან უკაცრავად თუმცა არც ივანაშვილი არა კიდე უფრო მეტი გალიმიუსა რა ქვია მაგრამ რას უნდა ელოდებოდეთ უკეთეს მაგრამ შენ ადამიანობა ან გაკ ან არა გაკ ადამიანობა ამდენ ბიომასას ბიჭო ადამიანობა არ კონდეს და
ჩემი სიტყვაზე, ჩემი გამწარებული ლანძღვაგინება ვიღაცას, კაი კაცი ვარ, ახლა წევლას ვარ დავიწყებ და ქალები ბჯორა, ქალები ზოგი დედის ტოლა, ზოგი თითის ტოლა ბავშვები, გაკერიათ ეს მამაკაცის სასქესო ორგანო. ეთყობა ძალიან ნაკლულები ხართ მაგ ყველაფრის და საერთოდ ყველას ვისაც რა უჭირს იმას მოთქვამს და გასაგებია რომ მაგას იძახით, მაგრამ ბიჭო თქვენაერ ხალხთან ნორმალური მამაკაცი არ მოვა და მას დაიტანჯებით მთელი ცხოვრება. ჩემი რჩევა იქნება ეს გაითვალისწინო. რას მეუნები ჩემო ძმაო, ნუ გადამრევ ეხლა 2% იყოს ერში მარტო ბიდლა და ასე ჩანდეს. ხوار ვააგდო თელი Facebook-ი არის არ ვსჯელობ მე მარტო Facebook-ით, მაგრამ ადამიანების ქმედება როგორიც არის, იქ 90% ადამიანის საქციელი, რასაც მე Facebook-ზე ვხედავ, და ახლა თუ მიამატებთ იმას, რა ქვია, TikTok-ს კიდე და სხვას გამოსაქლიავებელ საშუალებებს, თუ ეს არის ხალხის რეალური სახე და ნამდვილად არის ეს ხალხის რეალური სახე, იმიტომ იქ არც ზრდილობა, არც ზნეობა, არც მორალი, არც ქცევა ყველა თავის დამალულ ხასიათს ავლენს. ეს არის საშინელება, კობაძმაო. ეს არის საშინელება. 2% თუ იქნა და 3% ნორმალური ქვეყანაში დარჩენილი, მე იგი მაფიქრებს უკვე და არა პირიქით, 98 რო იყოს ნორმალური. 98 რო იყოს ნორმალური. ამდენს ვინ გაბედავდა, ბიჭო. ან შვილი არ აყავს, ან იმას ქმარი არ აყავს, ან ამას ძმა არ აყავს. სადა როგორ აძლევენ უფლებას ამნაირი საქციელის. მაგრამ არა. აი ამის თქმა მინდოდა უბრალოდ რა გეუბნებით ძალიან 1-10 წელიწადში კიდევ უფრო კატასტროფა იქნება. 1-10 წელიწადში თუ მართლა არ მოხდა ომი და უბედურება და მართლა თუ არ მოხდა განწმენდა, ერის განწმენდა თუ არ მოხდა ამ ბაბლიდან, დამიჯერეთ რომ ქართველი ერის საერთოდ აღარ იარსებებს. და მე გეტყვით რომ ხალხი რომელიც ამას უშვებს ის არა ასაარსებო. მე გეტყვით რომ ეს ადამიანები საარსებოები არ არიან. ძიმე დიაგნოზია, მაგრამ გეუბნებით. არა თუ სამარცხვინო ქართველები არიან. ამათში ადამიანობა არაფერი არა. ეხლა რა შეეხება იქ მიმდინარე მოვლენებს და გადავიდეთ. მე მაინც უბრალოდ ჩემი მტკივა და ჩემზე მწყდება გული, იმიტომ რომ რა ვიცი, ირანის გადაიტანს თავისას 90 მილიონია და რუსეთიც და შეერთებული შტატებიც და ევროპაც და ჩვენ 3 მილიონი და ამდენი დებილი იმაში რა ქვია, ამ პატარა ერში და ამდენი გამყიდველი და ამდენი მოღალატე და მართლა შაჰაბასის ნახმარები ხართ რა. აი, ვინც ახლა დარბის, მე პირდაპირ გეტყვით რა, ვინც დარბის იმის რა ქვია, სეფივიდური ირანის დროშით, რომელიც ისტორიულად იყო საქართველოს ამწიოკებელი და ამომწყვეტელი, ქართველი ერის სისხლის მსმენი, კაცების მკვლელი, ქალების გამოუპატიურებელი, წამყვანი გადამსახლებელი, ჯერ მაზდიანობის გავრცელების მოძალადე, მერე ისლამის გავრცელების მოძალადე საქართველოში, მოუფარებიათ ამ დედამოწყვილიშვილებს ამათი დროშები და დარბიან თბილისის ქუჩებში და ირანის თავისუფლებისთვის კივიან და წივიან. რა უნდა ელაპარაკოს, უკვე დიაგნოზია კაცო. ეს არის დიაგნოზი. ეთყობა მაშინ ვიღაცა რომ გააუპატიურეს და რომ დარჩა, ან ზოგიერთი ნებით რო იყო ირანელზე აკიდებული, მათი შთამომავლობა არის დარჩენილი და გენეტიკურად სისხლმა უყივლა. საერთოდ გენეტიკა სადღაც 17 თაობამდე თურმე არის, შეიძლება ამოხეთქოს იქ და მოხეთქა ახლა ამათში, ეს რა ქვია, სეფივიდური ირანის შაჰის სისხლმა და მოიფარეს ეს ყველაფერი და დარბიან თუ არა. სხვა შემთხვევაში თან გადახედე ქართველი ამათ არ ეწოდებათ, ეროვნული ინტერესები და ეროვნული ცნობიერება ამათ არ გააჩნიათ. აქვთ ქართული გვარი, ქართულად ლაპარაკობენ, მაგრამ მართლა იმათი რა ქვია, შაჰაბასის ნაბიჯურები არიან. ეხლა რა შეეხება იქაურ სიტუაციას და სერიოზულ თემებზე გადავიდეთ. რა მოხდება ირანში ზუსტად არავინ არ იცის. ეს არის ბლეფი,
ეს არის თვალის ახვევა ამ ყველაფრის და ეს ყველაფერი პიარად არის მოგონილი რომ თურმე შეშინდა აიათოლა და იმას ახლა თურმე არ ჩამოახჩობენ და მერე ჩამოახჩობენ და აი ტრამპი რა მაგარი კი მაგრამ დაჭერილი ყავთ ეგ რაყავთ რამდენი ხანი უნდათ იმდენი ხანი იქნება სასამართლო და როცა გამოუტანენ განაჩენს მაშინ ჩამოახჩობენ და მაშინ და შეჯერ ამათ ხომის დებილი ტვინი არ ამათი არ მუშაობს ამხრივ მაგრამ თავარი არის აი ამ დედრების გულის მომგები მამაკაცის სიკვდილით არ დაისჯება და გადარჩება. თავარი ესაა. ხო, და ეს თურმე ზოგიერთი წესის რა უბედურება, კაცო სახრჩოგელა რო ქვეყანაში იქნება ეს დიაგნოზია, შენ დებილი დედა შევეცი. მაგ თქვენ სალოცავ ამერიკაში ელექტროსკამიცაა და ინექციაცაა, რომელი გინდა, რომელი ჯდება ჰუმანურობაში. რითი ჯობია იმას, ჩამოხჭობას მაგდენს ვერ ხვდებიან. ფაქტია ამ დროს განცხადებებს არ უნდა უყუროს ადამიანმა, აქ უნდა უყუროს რეალურად რა ნაბიჯების გადადგმა ხდება. Ემიდან რა ქვია სამხედრო შენაერთების მხრიდან. გუშინ როგორც გახდა ცნობილი, იყო ძალიან საინტერესო მომენტი, იმიტომ რომ ბაზები, რომლებიც თავის დროზე დაბომბა ირანმა, გუშინ 10000-მდე სამხედრო წინა შეტაკებების დროს 10000-მდე ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო სახურობდა ამ ბაზაზე კატარში და ამერიკელებმა დაიწყეს რაღაც არანორმალურ რეჟიმში და ბრიტანელებმა გაყვანა ამ სამხედრო ბაზებიდან ჯარისკაცების სასტრაფო წესით. ასევე ბრიტანეთის საელჩო დღეს დაიხურა ირანში, ну დროებითო დაიხურაო და რა თქმა უნდა ის ერთი კიდე მთავარი მოვლენა წუხელი ირანმა ჩაკეტა საჰაერო სივრცე და საერთოდ საქართველოს საჰაერო სივრცეში გადავსებული იყო აი ეს იყო ეს ამბავი იყო ატეხილი ეს უკვე არის ცუდის ნიშანი ძალიან ცუდის ნიშანი არის იმიტომ რომ არ ვიცი ახლა პოლიტიკოსები რა სიტყვიან და როგორ იტყვიან და რანაირად იტყვიან იგი მათი და რა გათვლები აქვთ მაგათ ვერ გაიგებ მაგრამ ლოგიკაში არ ჯდება მაგრამ რაც შეეხება სამხედრო თვალსაზრისით როდესაც ხდება ევაკუაცია შეიარაღებული ძალების როდესაც ხდება ჩაკეტვა საჰაერო სივრცის როდესაც ხდება საელჩოების გაყვანა ეს ყველაფერი მიუნიშნებს იმას რომ იქ რამე კარგი არ უნდა მოხდეს კონფლიქტისკენ მიდის საქმე ეხლა მონაცემებით როგორც ამბობდნენ გამოჩნდა სადაზვერვო თვითმფრინავები ერაყის ცაში ისრაელის სადაზვერვო თვითმფრინავები და ირანელებმა რუსებისგან აქვთ ახალ მიღებული მოდერნიზებული მიგები ირანის სივრცეს პატრულირებდნენ ასევე ამერიკული ავიამზიდი დაიძრა ირანისკენ მოკლედ ეს ყველანაირი ლოგიკა მეტყოლებს იმაზე რომ მხარეები ძალის დემონსტრირებას ახდენენ ასევე ირანმა გააფრთხილა არა თუ არა მარტო შეერთებული შტატები გააფრთხილა აბსოლუტურად ყველა ქვეყანა სადაც ბაზირებს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზები სამხედრო ბაზები რომ ის აუცილებლად მიიტანს იერიშს განურჩევლად რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე იქნებიან ამერიკელები. დღეს ვრცელდება რაღაცა ინფორმაციები, თუმცა არ ვიცი არ შეიძლება ამ მოვლენებს სიჩქარე არ ჭირდება, იმიტომ რომ პოლიტიკოსები რას იტყვიან, კაციშვილმა არ იცის, მაგრამ სამხედრო ლოგიკა რასაც აჩვენებს, ისე იქნება ყველაფერი. ფაქტია ის, რომ რაღაც ხდება. რაღაც ხდება, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის ბოლომდე მიღებული. და ის რომ რაღაციდან გააფრთხილეს, ისა რა ქვია, ტრამპმა გააფრთხილა, ისა რა ქვია, დიპლომატიური არხებით, რომ თურმე იერიშს არ მიიტანდა ირანზე, ეს უბრალოდ არავის არ ჯერა და ასე იყო ზაფხულშიც, წინა ზაფხულსაც, ხო, ახლა არა, ახლა კი, ახლა დავარტყამთ, ახლა არ დავარტყამთ და მთელი მსოფლიო იყო დაძაბული. მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა.
შეიარაღების მხრივ, რა თქმა უნდა, ირანი ვერანაირად ვერ მოახერხებს და ვერ გაუმკლავდება ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის ავიაციას, იმიტომ რომ არა აქვს ამ ქვეყანას საკუთარი საავიაციო განვითარებული საავიაციო და სამხედრო წარმოება და იძულებული არის და შეისყიდოს ეს ყველაფერი, რომელიც ჯერჯერობით არ აქვს მიღებული რუსეთიდან, რაც უნდა მიეღოთ და არც ჩინეთიდან მიუღიათ იმდენი რამე, რასაც ელოდებოდნენ, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ ირანმა ამ შარშანდელი მოვლენების შემდეგ არ გააძლიერა თავისი საჰაერო სივრცე, გაძლიერებული არის, მოდერნიზირებული მიგები არის შემოსული და S-400-ები, რომელიც რუსული ერთ-ერთი თანამედროვე ყველაზე მეტი განვითარებული ეს არის, რა ქვია, საჰაერო სისტემა, საკმაოდ ბლომად აქვს ნაყიდი და რადარები აქვს ჩინეთიდან ნაყიდი. არ იქნება ისეთი არა, ვაჟა, არ ვფიქრობ, რომ ჩინეთი და რუსეთი გულზე ხელდაკრეფილი იჯდება თავისთავად, მაგრამ რაშია საქმე იცი, ახლა ჩინეთი და რუსეთი ირანისთვის თვითონ არ იბრძოლებენ. პირველ რიგში პირველი ბრძოლა უნდა გამართოს იმ ქვეყანამ, რომელ ქვეყანასაც თავს ესხმიან და მერე მოვლიან დანარჩენები მოსახმარებლად და მოსაშველებლად. ამიტომ თუ მათ მოუწევთ შეტაკება, მოუწევთ თავისი ძალებით და თავიანთ ხელში არსებული იმით, რა ქვია, რესურსით. Su-35-ები მიღებული აქვს, მაგრამ მიღებული აქვს მხოლოდ 5 ცალი. მეტი არ აქვს მიღებული, იმიტომ რომ რუსეთი ომში არის ჩართული და თავისი სამხედრო წარმოება გადართული აქვს თავისი ქვეყნის მობარაგებაზე და ჯერჯერობით ვერ აწვდის. ამიტომ დროებითი მოვლენისთვის რომ მოდერნიზირებული ეს არ არის ის 80-იანი წლების მიგები, მოდერნიზირებული მიგები იქნა მიწოდებული თავისი ძლიერად აღჭურვილი სარაკეტო კომპლექსებით. რა ვქნა ქალბატონო, ახლა დაგვიანებით შემობრძანდით. არავინ იცის, ახლა იცი, მაღაზია ჩემოძმაო თორნიკე, ახლა რომელი რა იარაღი იქნა მიწოდებული და რომელი უფრო ეფექტური იქნება, მაგას ომის მეტი არაფერი არ აჩვენებს. ომი აჩვენებს მაგ ყველაფერს, ხო და თუ მოხდა ომი, გამოჩნდება რომელი მეტი ეფექტურად იმოქმედებს ამ ყველაფერში. ფაქტია ის, რომ თუ ქვეყანა მსოფლიო არის ველური ნამდვილად ჯუნგლის კანონი მოქმედებს მსოფლიოში და ეს ყველანაირი გაერო საერთაშორისო ორგანიზაციები ეს არის უბრალოდ მოგონილი რაღაცა ბოდვა პოლიტიკის სიბინძურისთვის, ქვეყანა უნდა იყოს ძლიერი. თუ ქვეყანა არ არის ძლიერი და თუ მას არ აქვს ძლიერი თავდაცვა, ის ავტომატურად იზიდავს აგრესიას. მით უმეტეს თუ ის არის რესურსებით მდიდარი ქვეყანა. და ის რომ პოლიტიკაში ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება, ეს გასაკვირი არ არის და ეს მარტო ირანს არ ეხება. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას. შეხედეთ ხალხო, აი თუ ვინმე გაბედავს ახლა და საქართველოში იტყვის იმას, რომ ამერიკა არის ოკუპანტი. გაბედავს ვინმე, რომ ამერიკა არის აგრესორი და ოკუპანტი, ვინმე გაბედავს ამას? რა თქმა უნდა, ამას ვერავინ ვერ გაბედავს. აქ ოკუპანტი და აგრესორი მხოლოდ რუსეთი შეიძლება იყოს საქართველოსთვის, საქართველებისთვის. დანარჩენი სხვა არავინ. მაგრამ აი შეხედეთ ახლა რა ხდება გრენლანდიასთან დაკავშირებით. კაცრავად. გუშინ გაიმართა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის და გრენლანდიის წარმომადგენლის შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში რუბიოსთან და იყო საუბარი ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ როგორ იქნება გადაწყვეტილი გრენლანდიის სტატუსი. გამოვიდა კაცი და დაღონებული თქვა, რომ ჩვენ ვერ დავარწმუნეთ ამერიკული მხარე იმაში, რომ გრენლანდია არ სურს ამერიკასთან შეერთება და მეორეც გრენლანდიას არანაირი საფრთხე არ აქვს ჩინეთიდან და არანაირი საფრთხე არ აქვს რუსეთიდან,
მსგავს ინფორმაციას დანიური დაზვერვა არ ფლობს. ამიტომ თუ თქვენ გნებავთ, შეგვიძლია სამხედრო ბაზა ავაშენოთ ამ საფრთხიდან გამომდინარე, მაგრამ საქმე იმაშია, ამერიკელებს ამის გაგონება არ უნდათ და საერთოდ ვინ ჩემი ფეხები არიან დანიელები, სადღაც 500 წლის წინ გადმოჯდნენ იმაზეო, რა ქვია, კუნძულზეო და წაეთხრიეთ იქედან და ნატოელებს უთხრან თუ თქვენ გინდათო და ამათი დახმარებაო წაიყვანითო. ეს ხდება მოკავშირეებს შორის. მოკავშირეებს, რომლებსაც ერთად უნდა ეომათ, ერთად უნდა ებრძოლათ, სხვა ქვეყნებიდან უნდა დაეცვათ თავი. უცებ აქ აღმოჩნდა ის, რომ თურმე ესე არ არის. და ამერიკელებმა უთხრეს, როდესაც დანია დანებებული იყო მეორე მსოფლიო ომში და სხვათა შორის ყველაზე სამარცხვინოდ, ეს ქვეყანა არის ამ ქვეყანაში ვიკინგური სულის, მებრძოლის სული დიდი ხანია ჩაკლული არის და მეორე მსოფლიო ომის დროს დანია იყო ყველაზე, ასე რომ ვთქვათ, სწრაფად დანებებული სახელმწიფო. 3 საათში დანებდა დანია გერმანელებს. 3 საათი დაჭირდა ამას. აი, აქედან კარგად ჩანს თუ რა მებრძოლის სულის ხალხი არიან, თუნდაც დღევანდელი დანიელები და ამერიკელებმა უთხრეს, რომ თქვენ რო ვიზიაო გერმანიას უყავდითო, დანებდითო 3 საათშიო, ჩვენ მაგ პერიოდშიო გრენლანდიას ფაშისტებიდან ვიცავდითო და ჩვენი სისხლი გვაქვთ დაღვრილიო გრენლანდიის შესანარჩუნებლად. ამიტომ ფუნდამენტალური განსხვავება არის, რომ დანიის და ამერიკელების ხედვებშიო და შეთანხმება ვერ მოხდა. ნუ ვერ მოხდა, ახლა გასაგებია ის, რომ ადრე თუ გვიან გრენლანდიას აიღებენ ამერიკელები და რატო გრენლანდიას აიღებენ? აიღებენ იქიდან გამომდინარე, რომ რესურსებით მდიდარი ქვეყანა არის, ახლოს არის არქტიკაში, აქვს სტრატეგიული მდებარეობა და არა დამცველი არ აყავს. ცველი არ აყავს. შეუძლია წაართვას. თან მარტივად, ისე რომ მინიმალური სისხლი დაღვაროს. ამიტომ ეს თქვენი დემოკრატიული ამერიკა და დანიელები ახლა ყვირიან, რომ ჩვენ თუ მაგას წაგვართვევენო, მე ესპანეთს კანარის კუნძულებს წაართვევენო. გადიდკაცებული ამერიკელები, ამიტომ დაგვეხმარეთო და ყველაზე მეტი სასაცილო რა არის, იცით ხალხო? აი, გააგზავნეს ჯარები დანიაში და შეხედეთ ნატოელების ისა რა ქვია დახმარება როგორ უნდა დაიცვას დანიამ თავი შეერთებული შტატებიდან გააუგზავნეს უდიდესი დახმარება გერმანიამ 13 ჯარისკაცი გააგზავნა ნორვეგიამ 2 ჯარისკაცი გააგზავნა ნიდერლანდებმა 1 ჯარისკაცი გააგზავნეს ბრიტანეთმა 1 ჯარისკაცი გააგზავნა შვედეთმა 3 ჯარისკაცი გააგზავნა და საფრანგეთმა ყველა საჯობად 15 ჯარისკაცი გააგზავნა ახლა ამას პლუს დანიური დანაყოფი რომელიც არის ესენი დაიცავენ ახლა იმას რა ქვია ტრამპისგან დაიცავენ გრენლანდიას ესა თქვენი ნატო ესა თქვენი კვატო რომელშიც ასე ძალიან მირბი ხართ და ეს ძალიან დიდი ღირებულებების ბლოკი რო არის აი ეს არის რეალობა რომელიც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია დაუდგეს. მოკავშირე დღეს არის მოკავშირე. ხვალ შეიძლება მოკავშირე აღარ იყოს. ამიტომ არც ერთი მოკავშირის ნდობა არ შეიძლება ბოლომდე. ქვეყანას უნდა კონდეს თავისი უსაფრთხოების დოქტრინა და კონცეფცია და უნდა მოქმედებდეს თავისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ევროპელებმა ქნეს თავის დროზე ის რომ თავიანთი კონტინენტის უსაფრთხოება, თავიანთი საჰაერო სივრცეების უსაფრთხოება, თავიანთი ბირთვული ფარის უსაფრთხოება ყველაფერი გადააბარეს ამერიკელებს. ამიტომ ამერიკელებს სანამ ჭირდებოდათ და სანამ ჰქონდათ სურვილი და სანამ იყო მათ ინტერესებში ევროპის და ევროპელების დაცვა მანამდე იცავდნენ, ახლა კი იქეთ უბრუნდებიან და იქეთ ესხმიან თავს. ცუდად რატო ხართ? აი ესა ნატოური ძმობა და ნატოური გვერდში დგომა. თანამებრძოლის. და რა ვიცი ახლა მე ეს თუ არის ნატოს კონცეფცია მეხუთე პუნქტი, რა ვიცი ახლა
ამ ძალებით აპირებენ რუსეთიდან თავდაცვას? სამი ჯარისკაცით, ორი ჯარისკაცით, ერთი ჯარისკაცით, 15 ნუ ახლა ინგლისს ერთი ყავს, მაგრამ თურმე ამბობენ 1000 ბატალიონს უდრისო, ისე ჰოლანდიასაც თურმე მაგრები ყოფილან ის. ხო, აი ეს არის რეალობა. ვინმე რო გამოვიდეს და თქვას ახლა რომ არა ქართველებო ყრუები არ ვიყოთ, დებილები არ ვიყოთ. არ არის ის გაერთიანება, რომელიც ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში. თავისივე წევრების დაცვას ვერ ახდენს თავისივე წევრებიდან და არ გვესაქმება იქ ჩვენ არაფერი. არ გვესაქმება და რატო იცით? ამაზე ნაკლებად უფიქრია ვინმეს. საერთოდ იმ ნატოს წესდებაში მოკავშირეები ერთმანეთში თუ იომებენ ამის არანაირი ასე რომ ვთქვათ გამჩერებელი მუხლი არ არსებობს. არ არსებობს. ეს პრაქტიკა მაჩვენა, რომ ასე იყო. კი ესაა ნატოს ქოლგა. კვიპროსის ომმა აჩვენა, რომ ეს ასე იყო. ორივე მხარე ბერძნულიც და თურქულიც, ორივე ნატოს წევრები იყვნენ. ორივე ხოცავდა ერთმანეთს და ხელს არავინ არ ამძრევდა. და თუ კი საქართველო შევიდოდა ნატოში, თუ მოხდებოდა რაღაცა სენსაცია, რაც ნატოს ქოლგის შიგნით იქნებოდა, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ინტერესები თავისთავად შეიზღუდებოდა და ნატოს წევრ ქვეყანაში რუსეთს შეეზღუდებოდა თავისი ინტერესების დაცვა, მაგრამ თურქეთს გაიხსნებოდა ლამაზად ხელები. და როგორც გაყო თავის დროზე კვიპროსი ორად, აი ისე გაყოფდა საქართველოსაც. იგივე აჭარაში, იგივე ახალციხეში, იგივე ახალქალაქში და ასე შემდეგ. თქვენ მე ვერ გამახსენებთ ვერც ერთ ისტორიულ მომენტს, როდესაც ქართველები და თურქები მე არ ვამბობ ეს გათურქებული ქართველობა და იმაზე არ მაქვს საუბარი, რა ქვია, ახალციხის საფაშოებზე და იმაზე, რა ქვია, ფოთის ფაშაზე და ამაცე და ამაცე. მე ვამბობ დამოუკიდებელ ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანული საქართველო და ოსმალები ერთად ყოფილიყვნენ რაიმე კოალიციურ ჯარში. რამის ვინმეს წინააღმდეგ. ასეთი ისტორიას არ ახსოვს. კი იყო მონღოლებთან ერთად, იყო სპარსელებთან ერთად, მაგრამ ოსმალებთან ერთად მსგავსი რაღაცა არ ყოფილა. არასდროს არ ყოფილა. კი იყვნენ გამახმადიანებული ქართველები, კი იყვნენ მოღალატე ქართველი, ისინი რა ქვია, თავადები, როგორც არის ახლა დღეს ამა თქვენ ვიშალს ხედავთ. აქ მნიშვნელობა ახლა იმას გინდა თავადის სტატუსი ვიანჯეთ, გინდა პარლამენტარის, გინდა გამოსცირებული სოროსელის და ასე შემდეგ და ისინი ისედაც არიან იმ ბანაკში და ახლაც ჩაეწერებიან იმ ბანაკში კაცო, მაგრამ მე მაგ ოფიციალურ სამთავროზე ლაპარაკი, ან ოფიციალურ იმაზე, რა ქვია, სამეფოზე. რომ როდესმე ოსმალეთის მოკავშირე ყოფილიყო საქართველოს სამეფო. არ ყოფილა ეს ასეთი. აი თურმე ნატოში შესაძლებელი ყოფილა მსგავსი რაღაცის, ეს ძალიან კარგად იცოდნენ თურქებმა და ზუსტად აი ამ მიზნით და აი ამ ინტერესით და გამოგვიგზავნიდნენ. მე ისე როგორც აგერ გააგზავნეს იმაში გრენლანდიაში 13, 15, 3, 2, 1 საერთო ჯამში რამდენი გამოდის ახლა ეს ხო 31 სადღაც 35 ჯარისკაცს გამოგვიგზავნიდნენ და 35 ჯარისკაცი ნატოელი გადაარჩენდა ყველაფერს. როგორც მოხდა კვიპროსზე. მაგრამ კვიპროსზე ბრიტანელები ჩაერიენ უშუალოდ და თავიანთი სამხედრო ბაზა გახსნეს იქ და იმით მოხდა დაზავება და დაშორიშორება ამ ძალების, მაგრამ ჩვენთან არ ვიცი რა იქნებოდა. შეიძლება ჩვენთანაც ყოფილიყო მსგავსი სიტუაცია, იმიტომ რომ ეგეც ისტორიას ახსოვს 1918-21 წლების პერიოდში ბრიტანული ინტერვენცია აჭარის ოლქში შემოსული იყო და ინგლისის ნაწილად თვლიდა იმას, რა ქვია, აჭარას. ასე იქნებოდა. ამიტომ წესით და რიგით ნორმალური ადამიანები ამას უნდა ხედავდნენ, მაგრამ რა თქინდა ახლა ნორმალური ადამიანის აზროვნება თქვენ? აი, თქვენზე არ მაქვს საუბარი, ვინც ახლა ამ ლაივს უსმენთ. აგერ ძმაო, ნახირი, ჯოგი, შედით,
შედით ამდენი ბიდლა არც ერთ-ერთში არა. ამდენი ავანტყოფი არც ერთ-ერთში არა. ის რო წაკითხulis გააზრება არ შეუძლიათ ეს ერთია. რა უნდა ელაპარაკო ამ ბიდლებს. წაკითხulis გააზრებაზე ზედმეტია აქ ლაპარაკი. აქ არის ელემენტარულ რაღაცაზე. თვითონაც არ გააჩნიათ ერთი მასტერკატვენი არ უდებთ თავში. იაზროვნა. არავინ არ იცის რა ხდება ირანში, მაგრამ ვიღაცამ თქვა, ვიღაცა ებრაელებმა განაცხადეს, რომ 12000-ია მკვდარი. როდის დათვალა ახლა ებრაელმა რამდენი ისა რა ქვია. რომელიღაცა ისრაელის გაზეთმა დაბეჭდა, რომ 50000 ადამიანი არის მკვდარი, გაიმეორე სამათმა. აი მეტად რა მომხდარა. თურმე რაში ყოფილა საქმე ხალხო. გაიგეთ. კაცშვილმა არც ისიქ რა ხდება სინამდვილეში. ახლა ამიტომ ჩვენი ერის პრობლემა რუსეთი, თურქეთი, ირანი, ამერიკა, ესენი კი არ არიან, კი რა თქმა უნდა, ისინი გეოპოლიტიკური მოთამაშეები არიან და მეზობლები არიან და პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ერის ეგზისტენციალური პრობლემა არის შემოკარგება ერთადერთი რაღაცა. ამდენი გაუნათლებელი, ამდენი უთავმოყვარეო, ამდენი უსინდისო, ამდენი კიკუ, ამდენი გაყიდული ვაი ქართველი, რომელსაც სამწუხაროდ და საუბედუროდ მიეცა საშუალება თავისი აზრი გამოხატოს სოციალურ ქსელებში და მაშინ რა ქვია ქუჩაში ასე ღიად. სამწუხაროდ. ზოგიერთზე რო იტყოდნენ, სოფლიდან გასაშვები არაა ქალაქში რა უნდაო. ახლა ადრე შტერი რო ყავდა ოჯახს და ავანტყოფი რო ყავდათ ოჯახმა და სამეზობლო მიცოდათ. ახლა ცამდა ქვეყანა მიწის, რომ ვისი გორის დებილია ის. რა ვიცი, ეგა და ეგ აი ამაზე მინდოდა საუბარი და ნადრევია იმაზე ლაპარაკი, რომ ირანის საფრთხე მინაულდა და ან ეს თავს არ წამოყობს კიდე და ან ასე არ იქნება. დავაკვირდეთ საბრძოლო თეატრის განვითარების მოვლენებს, როგორიც იქნება, იქედან შეიძლება იქნას უკვე ნავარაუდები, რაც შეიძლება რა მოყვეს, იმიტომ რომ სამხედრო ლოგიკა არ გატყუებს ის პირდაპირ გეუბნება, რომ თუ კი იმ ბაზების დაცლა ხდება, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე იყოს სავსე, რას უნდა მეტყველებდეს ეს? უნდა მეტყველებდეს ეს იმაზე, რომ ირანს აქ ღიად გაცხადებული მე დავბომბავ ამ ტერიტორიებს. ამიტომ გაყავთ. სხვა არაფერი არ განხორციელებულა, იქ არც გეგმიური როტაცია განხორციელებულა, არც გეგმიური გაყვანა განხორციელებულა. გაყავთ. რატო გაყავთ? ესე იგი რისკის ზონაში არიან. რატო ხდება მცურავი სამხედრო ბაზის გადაადგილება? იმიტომ რომ სამხედრო ტექნიკას არაფერს არ ქმნის, ის მხოლოდ ანგრევს. იმიტომ რომ დარტყმა არის განსახორციელებელი. ხო და აი ნახოთ, დავაკვირდეთ, როგორი იქნება მოვლენების განვითარება. მე ვიმედოვნებ, რომ თვითონ ირანს რაც შეეხება, ახლა როდესაც ვაკვირდები და ხედავ იმ მოვლენებს, რა მოვლენებიც ვრცელდება თვითონ დახურული ჯგუფებში, დახურული წყაროებით ირანთან მიმართებაში, ფაქტია ის, რომ ნელ-ნელა ირანი ახერხებს ამათი კისრის მოგრეხას და ამ ეგრეთ წოდებული თავისუფალი, ისა რა ქვია, მომიტინგეების ნელ-ნელა დასტაბილურებას. თუმცა ეს იყო კარგად დაგეგმილი, სერიოზული დივერსია ტერორიზმით და მთელი იმით, რომელიც რა თქმა უნდა ეფარებოდა ზურგს უკან რიგითი ირანელების გაჭირვებას, რომლებსაც მართლა გაუჭირვეს ცხოვრება და ვინ გაუჭირვა ცხოვრება, მერე რა ის რომ ხელისუფალია და პასუხისმგებელი არის ბევრ რამეზე, ზუსტად იმათმა ვინც პირდებიან, რომ მაგ კაი ცხოვრება გექნებათ. ოღონ დაამხეთ ახლა თქვენი ხელისუფლება. ისი აქაც აემოთ რომ პირდებიან, რომ დაამხეთ ზვიად გამსახურდია რომ ეუბნებოდნენ და კაი ცხოვრება მოვაო და დაამხეს ესა რა ქვია ზვიად გამსახურდია და მოიყვანეს ედვარდ შევარდნაძე და ბრწყინვალე ცხოვრება დაგვიდგა. მე ახლა შევარდნაძე მოვიცილოთო და სააკაშვილი მომოდა და კაი ცხოვრებას დაგიყენებთო. შევარდნაძეზე იყო ლაპარაკი, სოფლიო დონის პოლიტიკოსია. გერმანული მარკა შემოვა, გერმანიამ საქართველოს უნდა შეინახოს, იმიტომ რომ ჩვენ ქართველები გერმანიის გაერთიანებაში მონაწილეობდით. გაგაერთიანათ? აგიდგათ გვერდში? მერე სააკაშვილი ეს დემოკრატიის შუქურა, აგერ ევროპელების სიძე აქ.
კარგი მოიყვანა? ახლა უკვე სააკაშვილი ყველას ამოვიდა ყელჩიზე როგორც შევარდნაძე და ბიძინე მოათრიენ. ბიძინე აგერ ამდენი ხანია ესეც გარედან იყო. ესეც გარედან იყო, ვინმეს არ ეგონოს, რომ შიგნიდან ამოვიდა ბიძინას საერთოდ არ ამოსვლია ყელში არაფერი, გემრიელად იყო. თვითონ საერთოდ თავი არაფერზე არ ტკიოდა, აგეთებდა ქვეყანაში იმას რაც უნდოდა და ეხლა გეუბნებიან, რომ ახლა კანდიდატიც არ აყავთ, მაგრამ ისევე ძველი მოვიყვანოთ და უკეთესად იქნებოდა. რა თქმა უნდა, რო არ იქნება უკეთესად მდგომარეობა, თუ იგივე ჭაობიანი წყლით იქნება, იგივე ჭაობიანი წყალი შესული, ამას დებილი უნდა ხდებოდეს, მაგრამ ამათ ჯერათ, რომ თურმე უკნიდან ევროპაში შევალთ რაც მთავარი. აი ხარე ოლეგ ძმაო, რა თუნდა ამას ახლა რა პოლიტიკოსობა უნდა შენ შემოგევლე, აი არც პოლიტიკოსი ვარ, არც ისტორიკოსი ვარ, მაგრამ ხედავ რომ საქართველოს ცოცხალი მკვდარ მდგომარეობაში იმყოფება. რა პოლიტიკოსობა უნდა იმას შემოძმაო, რომ ქვეყანა კარგავდა ტერიტორიებს და კარგავს დღესაც, ქვეყანა იცლებოდა ქართველებიდან და დემოგრაფიული კოლაფსი იყო და ქვეყანაში ეკონომიკური სიდუხჭირე ქართველისთვის არ გამოსწორებულა. გამოსწორდა ვიღაცა უცხოტომელების ჩამოსახლებაზე და მათი იმეთი რა ქვია მათი ხარჯით და ეგენი ცხოვრობენ კარგად და ქართველიერი მონათაა გადაქცეული. რა თუნდა მაგრამ დიდი პოლიტიკოსობა. და ქართული ეთნოსი ფიზიკურად ხო განადგურებას იმაშვება. თავისთავად სულიერად და ზნეობრივად და მორალურად ქართულ სულზე საერთოდ ზედმეტი არის ლაპარაკი. რა თქმა უნდა, შემოძმაო რა დროის სააკაშვილზე არის ლაპარაკი, ან რომელ დებილს უნდა ჯეროდეს, რომ სააკაშვილი რომ მოვა. რომელ დებილს უნდა ჯეროდეს სააკაშვილი. სააკაშვილი ეხლა რომ გამოიყვანო ციხიდან და ჩააბარო ხელისუფლება, უბრალოდ ყველაფერი, რომ დაასვა, აი დაასვა. რომ დაასვა. ვერ შეძლებს ქვეყნის გამართვას. გამორიცხულია, გასულია ის ეტაპები. იმ რეჟიმის დაბრუნებას ის ვეღარ შეძლებს. დამთავრდა იმ ჩაიარა იმ მატარებელმა. ისტორია აღარ მეორდება. და ეს ხალხი, ვაიმე, მიშა არ გამოვიდეს, არ დაგვატეროროს. აბა, შენ, აიქ, იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა, ამის გჯერა, იმის გჯერა წმინდა ბიძინაზე და მე საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდება, რომ მიშას ზახილეთ იგი გელი და ტურამ ქვეყანა დააქციო, მე აღმოჩნდება თურმე მიშა კი წავიდა, მაგრამ თურმე აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილი მოღალატე ყოფილა. ბიძინას მოღალატე და ვირთხა და კრისა ყოფილა. აღმოჩნდება მე თურმე რომ გახარია თურმე მოღალატე და ვირთხა და კრისა ყოფილა. კვირიკაშვილიც ისე, ერთი პრეზიდენტიც ისე, მეორე პრეზიდენტიც ისე, თავდაცვის მინისტრი თურმე ჯარისკაცებისას სვამდა და ჭამდა, უშიშროების მინისტრი თურმე ბაღის ბოუშებს პარავდა იმას, რა ქვია, საჭმელს და თვითონ ჭამდა და თვითონ სვამდა. და მე რო ეკითხები, შედედა ძაღლო, ეს ვის დროსა მიშა მოიყვანა ეს ხალხი შენ არ მოიყვანე? მე გეტყვიან, რომ ჩვენთან პრეცედენტია მიშას დროს მინისტრებს არავინ არ იჭერდა, ჩვენ ვიჭერთ. არა, ჩემოძმაო, მე გეუბნები პირდაპირ გეტყვი რა, ვაჟა, არა ეს მასა მე მიყვარს ობიექტურობა. იმას მე რასაც დღეს ვხედავ დღევანდელ ქართველობაში, ეგეთი ქართველობა სახელმწიფოს არსებობის ღირსი ნაღდათ არ არის. დიდი ეგეთი ადამიანები სადმე მონად მიაყარო და აჭამო და ასვა. იმდენად არიან შეშინებული, რომ საჭმელსასმელი მოაგდებათ და მიუჩინო ერთი კლუბი და მიცე ნარკოტიკი. არა აინტერესებს იმას მეტი. მორჩა. და მიუშვა Facebook-ზე და ალაპარაკო ისე რა ქვია. პატრიოტული ისინი და ალანძღიო სხვა ადამიანი, რომელ ადამიანსაც ესენი ხომ ის ცხოვრებაში არასდროს არ გააკეთებენ. ეს ბიდლამასა. ამად ესენი მიუშვი უბრალოდ მიტინგები ამართია, ალაპარაკე ვიღაცის უფლებებზე, ომი იქნება ესენი ომში არასდროს არ წავლენ. არ ჯარში იმსახურებენ. აქ ქვეყანას გაუჭირდება ამად ვერ ნახავ. რა უკეთებია, საერთოდ რომელიმეს რა უკეთებია მისი ქვეყნისთვის.
ღალატის წინ მშობლებიანად ჩიჩილაკას დამატებით ქვეყნის ჭამის და დაქცევის მეტი არაფერი არ უკეთებია. ეგ არის. ამიტომ არ არის ჩვენი ქვეყანა ახლა. მე გეუბნებით. ძალიან ცუდ დღეშია, ძალიან საშინელ დღეში არის და მე გეუბნებით, რომ ასეთი საზოგადოება თავისუფლებას არ იმსახურებს. არ იმსახურებს, ეს არის ცნობიერებით მონა ადამიანები, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ თავისი თავისუფალი აზრი გამოხატოს ირანთან მიმართებაში იქნება თუ რუსეთთან მიმართებაში იქნება, თურქეთთან მიმართებაში, ამერიკასთან თუ ნებისმიერთან მიმართებაში. ხო, რა მნიშვნელობა აქვს, ჩემო ლაშა, რა მნიშვნელობა აქვს, ძმაო, აი ელემენტარული კითხვა მინდა დაგისვა. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს რა დაგიმონებს და რა გაგრყნის? აქვს მნიშვნელობა? რა მნიშვნელობა აქვს ნარკოტიკი დაგიმონებს და ის გაგრყნის, სასმელი დაგიმონებს და ის გაგრყნის, ქალი დაგიმონებს და ის გაგრყნის, ფული დაგიმონებს და ის გაგრყნის? მორჩა რა? და როცა მასა ასეთი გარყვნილი არის თავიდან ბოლომდე და თავისი მე აქვს დავიწყებული და თავისი აზროვნება აქვს დავიწყებული და ამათვის პატრიოტიზმი არის ვისაც შიგ ევროპაში და ნატოში და კვატოში უნდა უკნიდან და ამათი პატრიოტიზმი მთავრდება რომ ისა რა ქვია მე ვარ ქართველი და ვარ ევროპელი. აი ეს არის ამათი ისა რა ქვია და ნატოში თუ არ გინდა ევროკავშირში თუ არ გინდა შენ პატრიოტი არ ახარ. შენ სამშობლო არ გიყვარს. ამათი ცნობიერება არის მოწყობილი ისე როგორც არის აგერ მოწყობილი ღიათ იქნა მოლდავეთში გამოვიდა და სამდუმ განაცხადა კაცო რომ მე მხარს დაუჭერო იმას რომ მოლდავეთი შეუერთდეს რუმინეთს. კი ბატონო მოლდაველი და რუმინელი ერთი ერია. მოლდაველს და რუმინელს ერთი სარწმუნოება აქვს. და აქ შეიძლება რაღაცა არსებობდეს, მაგრამ მე მოლდაველებს ვიცნობ კარგად და რუმინელებსაც კარგად ვიცნობ. რადიკალური სხვაობა არის მენტალიტეტში. მენტალიტეტი, სულ სხვა მენტალიტეტის ხალხი არიან. მოლდაველები სხვა მენტალიტეტის არიან, რუმინელები მიუხედავად იმისა, სისხლისნათესავები არიან. ამიტომ ამდენ წვალებას და ამდენ გლახაობას შეუერთონ, მაგრამ დამოუკიდებლობა ჩვენ არ გვჭირდება. საქართველოს ვის უერთდება? საქართველოს ვის უერთდება? სადაა მეორე საქართველოს? მეორე სახელმწიფო სად არის? რომელიც როგორც მოლდავეთი არის იმისთვის რუმინეთისთვის სისხლი და ხორცი, ერთ და იგივე დნმ-ი, იგივე იყოს საქართველოსთვის. მაჩვენეთ თქვენ მეორე ქვეყანა ამ ყველაფერთან ერთად პლუს ერთი სარწმუნოების რო იყოს. და მხოლოდ მენტალური განსხვავება რო გქონდეს. და მარტო მენტალიტეტი რო გყოფდეს. ახლაც იქაც კიდე რა მენტალიტეტია, ლაპარაკი ცალკე თემა არის ის, მაგრამ მაინც მენტალური განსხვავება. ლახეთი აქეთ რუსეთის იმპერიაში ცალკე ერთეულად შევიდა, ცხოვრობდა, მიჩვეული არის მაინც ამ ჯერ რუსული მმართველობის სტილს, მერე საბჭოური მმართველობის სტილს და ჩამოყალიბებული არის იქ ადამიანთა ის მენტალიტეტი და ის აზროვნება, როგორც ჩამოყალიბდა და რუმინეთში ცოტა განსხვავებული არის. რუმინეთი დიდი ხნის მანძილზე იყო ოსმალების საკუთრება, მერე პირველ მსოფლიო ომში გერმანელების გავლენის ქვეშ, მეორე მსოფლიოში გერმანელების გავლენის ქვეშ და და რაღაცა ჩამოუყალიბდა თავისი სახელმწიფო და თავისი მენტალობა და რადიკალური სხვაობა არის ეს, მაგრამ ჩვენ ვიმყავს ასეთი. არავინ არ აქვს. ამიტომ აი იმათი მესმის. კი ბატონო, მონა სანდუ და მონის ცნობიერება. მაგრამ ის თუ გარბის, ხო, ის მონა თუ გარბის, მის სისხლთან და ხორცთან გარბის იქ. ეს მონა სად გარბის? თურქთან? თუ ვისთან? მე არ ვიცი, მე ამას ვერ ხვდები. კარგი, შემოკარგებო, დაგემშვიდობებით, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და სამწუხაროდ აი ესა ჩვენი პრობლემა არის ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი, რომლებსაც რო კითხო ქართველები ქვია. სინამდვილეში ქართველებთან არაფერი ცნობიერება არ აქვს. ეს გაბოზებული, გაჩათლახებული ხალხი. მენტალურად გარყვნილი, გადაგვარებული, სრულიად ნოლი წარმოდგენა. სამშობლოზე ნოლი წარმოდგენა, თავისუფლებაზე ნოლი წარმოდგენა, განათლებაზე ნოლი, ყველაფერში ნოლი. თხადაგიგო არა აქვს წაკითხული, ძს დახოს და შიშ დაწოს ვერ ანსხვავებს ხალხი და ავსტრიას და ავსტრალია ვერ განსხვავებიათ ერთმანეთიდან და გასწავლიან აქ რაღაცას.
კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა ყველას ყურადღებისთვის.